ყველასათვის კარგად ცნობილი ლეგენდარული თამაში GTA, როგორც გნებავთ. ახალი მე-6 ნაწილი 250-დან 300 ლარამდე ეღირება. ეს ის სიახლეა, რომელზეც დღეს ყველა საუბრობს, რადგან მისი გაყიდვები ოფიციალურად სწორედ დღეს 25 ივნისს დაიწყო. რა ვიცით იმ თამაშის შესახებ, რომელიც ბაზარზე შემოდგომაზე გამოჩნდება და რომელიც უკვე მიიჩნევა ახალ რევოლუციად გეიმინგ ინდუსტრიაში? ამ კითხვას ერეკლე ფოლადეშვილი უპასუხებს ერეკლეს აღამშვიდობის. ბექას აღამშვიდობისა და მივესალმები მაყურებელს. ზოგი ამ თამაშს GTA-ს ეძახის, ზოგი GTA-ს, ზოგიც მთავარი პერსონაჟის კანისფერით ასხვევებს მის სახელს. თუმცა ფაქტია, რომ არა მარტო ჩემი თანატოლების, არამედ ჩემზე უფროსი და უმცროსი თაობის წარმომადგენლებისთვის Rockstar Games-ის მიერ 1997 წელს დაწყებული ისტორია გრძელდება. თანაც მე-6 ნაწილით, რომელსაც მარტივად GTA 6 ეწოდება. მასზე მუშაობა ლეგენდარულმა გეიმინგ კომპანიამ ყველასთვის საყვარელი და კარგად ნაცნობი GTA 5-ის ოფიციალურად გამოშვებიდან 2013 წლის სექტემბრიდან მალევე დაიწყო და უკვე 13 წელია ქმნის. მასზე ჯამურად 4000 ადამიანი მუშაობდა, რომელთაც უხეში გათვლით 100,000 საათი აქვთ დახარჯული. მისი ბიუჯეტი ჯერ კიდევ 3-4 წლის წინ უსწორდებოდა ბურჯ ხალიფას, დიახ, მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის აგების ხარჯებს და ანალიტიკოსების დღევანდელი დათვლებით GTA 6-ის შექმნის ღირებულება უკვე აჭარბებს 3 მილიარდს. ფაქტობრივად, ამ ფასად 2 ბურჯ ხალიფას ააგებდნენ დუბაიში. იკითხავთ, ღირდა კი ამდენად ეს თამაში, როცა უკვე ხელოვნურ ინტელექტსაც შეუძლია ხარჯები და პროცესები გაამარტივოსო, მაგრამ რეალობა ის არის, რომ უზარმაზარი მოცულობის თამაშში თქვენ AI-ს ვერსად შეხვდებით. ალბათ GTA 6 იქნება ამ ეპოქის უკანასკნელი თამაში, რომელიც მსგავს მასშტაბს ხელოვნური ინტელექტის გარეშე მიაღწევს. ცხადია, ამ ხელა ხარჯი მხოლოდ იმისთვის არ გაუღია კომპანიას, რომ მისი ლეგენდარული ფრენჩაიზის მორიგი ნაწილი ჩავარდეს. ანალიტიკოსების ყველაზე სკეპტიკური გათვლითაც კი GTA 6 იქნება ყველაზე შემოსავლიანი თამაში კაცობრიობის ისტორიაში და ის გამოსვლის დღეს Rockstar Games 1 მილიარდს მოუტანს. ერთ კვირაში კი 3 მილიარდს. ანუ ფაქტობრივად მოთამაშეთა დიდ ნაწილს ძირითადი მისიების შესრულებაც არ ექნება დასრულებული, როცა კომპანია გაღებულ ხარჯებს ამოიღებს და მოგებაზე გავა. დღეს მისი წინასწარი გაყიდვები ოფიციალურად დაიწყო და ამ დროისთვის წინასწარი შედეგები ვერ გვეცოდინება, თუმცა რაც ვიცით არის ის, რომ მისი ფასი ქართული და ანგარიშებით საშუალოდ 250-დან 300 ლარამდე იქნება. თავისთავად ცხადია, რომ GTA 6 მხოლოდ Rockstar-ს არ მოუტანს დიდ სარგებელს. ექსპერტების უხეში გათვლებით ის კონსოლები, რომლებზეც 19 ნოემბერს თამაში უნდა გამოვიდეს, მათ შორის Sony და Xbox-ი, მომდევნო თვეებში 15%-ით გაძვირდება. მათი მარაგები კი შემოდგომის დადგომასთან ერთად ნელ-ნელა შეიძლება დეფიციტურიც გახდეს. სხვადასხვა GTA 6-ის გაყიდვებით ფულის გარანტირებულად საშოვნად Rockstar-მა გადაწყვიტა აღარ გამოუშვას ფიზიკური CD დისკები. ანუ როცა თამაშს შეიძენთ, თქვენ მხოლოდ უნიკალურ კოდს მიიღებთ, რომელიც ერთ მოწყობილობაზე ერთ ადამიანს მისცემს თამაშის საშუალებას. შეცვლიან თუ არა ამ ხრივ რამეს Rockstar-ში მომდევნო ერთ წელიწადში, ანუ იმ დროისთვის, როცა თამაში კომპიუტერებისთვის გამოვა, რთული სათქმელია. თუმცა ეჯგარეშეა, რომ იქამდე მოცემულობა უცვლელად დარჩება. სხვადასხვა აქ ერთი დეტალიც უნდა დავამატოთ, რომ ოფიციალურ მიზეზად რის გამოც CD დისკები არ გამოვა, ასახელებენ ძალიან დიდ ზომას, დაახლოებით 300 გიგაბაიტს. თუმცა ნახავთ, დადგება 17 ნოემბერიც და გავიგებთ 19 ნოემბერიც და გავიგებთ რეალობა რა არის. თქვათ 2-20 სიტყვა თავად თამაშზეც, რომელიც სიუჟეტური თვალსაზრისით საკმაოდ განსხვავებული იქნება წინამორბედებისაგან, თუმცა თავის ხიბლს მაინც არ დაკარგავს. GTA 6-ის მოვლენები გამოგონილ შტატ ლეონიდასზე ქალაქ Vice City-ში ვითარდება. თამაშს ორი მთავარი პერსონაჟი ჰყავს: ცოლ-ქმარი ლუსია კამინოსი და ჯეისონ დუალი. ისინი მსგავსად GTA-ს სხვა სერიების პროტაგონისტებისა არაერთ კრიმინალურ აქტივობაში ჩაერთვებიან და ცდიან ცხოვრების ასაწყობად დიდი ფული იშოვონ. სროლები, ძარცვები, გველობები, ბუნებაში ნადირობები, თევზაობა თუ რბოლები, GTA 6-ში ყველაფერი იქნება შესაძლებელი. ცხადია, ასაკობრივი შეზღუდვებით. როგორც თამაშის შემქმნელ Rockstar-ში განმარტავენ, ფრენჩაიზის მე-6 ნაწილი საკმაოდ რეალისტურად წარმოაჩენს თანამედროვე საზოგადოების მანკიერ თუ დადებით მხარეებს, იმ ტენდენციებს, რომლებსაც მსოფლიოში ვხედავთ. რაც GTA 6 ყველაზე მეტად გამოარჩევს არის ის, რომ მისი ყველა შენობა ნაგებობების 80% შესვლადი იქნება და გარემოსთან სრულფასოვანი ინტერაქცია შეგვეძლება. ეს კი Rockstar-ის მსგავსი რეპუტაციის მქონე გეიმინგ კომპანიის მხრიდან ძალიან დიდი და რევოლუციური განაცხადია. 19 ნოემბერს ღია სამყაროს მქონე უმაღლესი გრაფიკებითა და რეალიზმით ცნობილი თამაში ახალ სტანდარტს დააწესებს. სტანდარტს, რომლის მოხსნაც ალბათ ისევაც მხოლოდ Rockstar-ს შეეძლება.